ახალი სახელმწიფო პროგრამა მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთათვის. 2026 წლიდან ხელისუფლების ინიციატივით მაღალმთიან რეგიონებში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების პროგრამა დაიწყო. მისი მიზანია მოქალაქეების ადგილზე დამაგრება, ახალი პროფესიული უნარების განვითარება და დასაქმებაში ხელშეწყობა. მეორეს მხრივ ადგილობრივი საწარმოებისა და ორგანიზაციების ადგილზე განვითარება, ასევე ფინანსური შეღავათები. პროგრამაში ჩასართავად აუცილებელია სამუშაოს მაძიებელი იყოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მქონე პირი. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ გადაწყვიტა გააჩინოს ახალი კომპონენტი, სრულიად ახალი. იცით თქვენ, რომ ჩვენ სტაჟირების მიმართულებით ისედაც ასუბსიდირებდით ადამიანების დასაქმებას სხვადასხვა მიმართულებით, სხვადასხვა რეგიონებში. ახლა ცალკე გამოვიტანეთ მაღალმთიან რეგიონებში ადამიანების დასაქმების, საქართველოს მოქალაქეების დასაქმების კომპონენტი და დავუშვით რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი. 3 თვის მანძილზე ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას 1100 ლარი გადავუხადოთ ადამიანს, თუ კი იგი დასაქმდება მაღალმთიან რეგიონში დარეგისტრირებულ საწარმოში და ასეთი საკმაოდ ბევრია ქვეყანაში. მეორე კომპონენტი არის ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი. 6 თვის მანძილზე დასაქმების ხელშეწყობის სააგენტო წარმოებას, დამსაქმებელს, რომელიც დაასაქმებს მაღალმთიან რეგიონებში მაცხოვრებელ ადამიანს, გადაუხდის 500 ლარს. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მე ვფიქრობ, მაღალმთიანი რეგიონების განვითარებისთვის, იქ ხალხის დამაგრებისთვის ადგილზე, სამუშაო ადგილების გაჩენისთვის და წახალისებისთვის, მეწარმეობის წახალისებისთვის. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ახალი პროგრამა ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას, რომელიც გულისხმობს მაღალმთიან საწარმოში ხელფასის სუბსიდირებას. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ რეგიონებში მოსახლეობასთან, მათ შორის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობასთან და მათი პირველ რიგში მათი მოსაზრება იყო და მათი წუხილი იყო, რომ ადგილზე რას ვთავაზობთ მათ, რომ ადგილზე შევთავაზოთ დასაქმების შესაძლებლობა და ეს კომპონენტი ვფიქრობ, რომ შექმნის რეგიონში კიდევ უფრო მეტ დასაქმების ადგილს. პროგრამა ახალისებს დასაქმებულებს, რომ ისინი დარჩნენ ამ კონკრეტულ რეგიონებში, მაღალმთიან რეგიონებზე საუბარი, არ წავიდნენ იმ ეკონომიკურ ცენტრებში, სადაც ბიზნეს აქტივობა უფრო მაღალია და სადაც უფრო მეტი შანსია დასაქმდნენ, დარჩნენ ადგილზე. ამ პროგრამის კიდევ მესამე კომპონენტის არსებობა, რასაც ქვია პროფესიული გადამზადების, ვთქვათ, შესაბამის პროგრამების არსებობა, აი ეს ერთიანად ქმნის ძალიან მნიშვნელოვან ეკოსისტემას იმისაც, რომ მაღალმთიან რეგიონებში იყოს ბიზნესი აქტიური და ასევე იყოს ის დარჩენილი ადამიანები, რომლებიც აქამდე მიგრაციაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული.